დიმიტრი ჯაიანი კულტურის სამინისტროს პოლიტიკურ დევნაში ადანაშაულებს. სოხუმის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ამტკიცებს, რომ ბოლო პერიოდში რურუას უწყებიდან მას პერმანენტულად ურეკავენ და თანამდებობის დატოვებას თხოვენ. ჯაიანი სოხუმის თეატრიდან წასვლას არაპირებს და სამინისტროსგან მისი გათავისუფლების გადაწყვეტილების დასაბუთებას ითხოვს. სამხატვრო ხელმძღვანელის მხარდასაჭერად ერთობლივი განცხადება სოხუმის თეატრის დასმა და თეატრალურმა საზოგადოებამაც გააკეთა. უახლოეს დღეებში სოხუმის თეატრი ევროპის ქვეყნებს პოლიტიკური თავშესაფრის თხოვნითაც მიმართავს. მიზნები დევნა და რაში მდგომარეობს დევნა? ჩემი სადელბონო ზარები კი არა კაცო, მე ოფიციალურად მომიგზავნეს კაცი და მითხეს რომ დაწერე შენ თვითონ განცხადებაო. არავითარ შემთხვევაში მე როგორ დავწერე ამ ხალხს ხوار მივატოვებ მე. ჩვენ ამ ქვეყანას დავტოვებ და ეს თეატრი გახდება ორგზის დევნილი თეატრი და მთელი მსოფლიო ამას გაიგებს. ჩვენ გამოვთქვათ პროტესტს ეხლა კონკრეტულად გაუგებარ აქციის გამო. ადამიანმა რომელმაც მართლა თავის ზურგით გამოიყვანა თეატრი დატოვებული სოხუმიდან გამოატარა ჭუბერის უღელტეხილი ჩამოიყვანა და თეატრი მუშაობს დგამს სპექტაკლებს დგამს საინტერესო სპექტაკლებს საუკეთესო რეჟისორები მიდიან და დგამენ ამ თეატრში სპექტაკლებს რა შეასახმი გაგვაგებინოს ვიღაცამ კაცო დაგველაპარაკოს ვიღაცამ